გაგრძელებთ საუბარს, თქვენ ცოტა ხანი ბრძანდებოდეთ და ნანიკო უკვე რამდენიმე წელია მომღერალი ჯაბა ბოჯგუა ლოგინად არის ჩავარდნილი, ოჯახმა აბსოლუტურად ყველაფერი გაყიდა მხოლოდ იმისთვის, რომ ჯაბა მიცოცხლოს და მოდი ახლა ერთად ნახოთ ჯაბას რეალური მდგომარეობა, შემდეგ კი გავაგრძელოთ საუბარი კონცერტზე, რომელიც ჯაბას დასახმარებლად კეთდება. ეს ზაღლი გყავდა ჩვენ ჯაბას დროზე და შემდეგ მე რავად რო გახდა დავიდა ლოგინზე და ერთი კვირა იმ ლოგინიდან არ ჩამოსულა და გაიღუპა. ბელა ძალიან უყვარდა ჯაბა. ზუსტად 9 წლის წინ ჯაბა ბოჯგუა სასჯელ აღსრულების დაწესებულებიდან საავადმყოფოში მოათავსეს. კლინიკაში მომღერალს მძიმე დიაგნოზი დაუდგინეს: ტვინის ჰიპოქსიური დაზიანება. მდგომარეობა კრიტიკულად შეფასდა და დედამ უგონო მდგომარეობაში მყოფი შვილი სახლში გადაიყვანა. ერთგული მეგობარი ერთგულ მეგობარს აღარ დახვდა. სახლში მას ბებია და დედა ელოდნენ. იმ დღიდან გაჩნდა იმედი იმისა, რომ უკიდურესად მცირე შანსის მიუხედავად ჯაბა მაინც გამოჯანმრთელდება. მოციმციმი არითმია ჰქონდა და მოციმციმი არითმიის ფონზე განუვითარდა ეს. და ჩემთვის რომ ერთი რა ვიცი გაეგებინებინათ ან წამალი დამირეკა წინადღით ისე რომ ცუდად იყო თვითონ დამირეკა, მაგრამ მე რა უნდა უბრალოდ ვამშვიდებდი რომ დამშვიდდი, ამას ჩაკეტილი სივრცე ამისთვის უცხო იყო და მეს მიჩვეული იყო თავისუფალ ცხოვრებას და ყველაფერი აი ამ ნერვიულ ფონზე განვითარდა ეს მდგომარეობა. მაგრამ იმათი დანაშაული ერთადერთი მე ეს მithქვია და ვიტყვი კიდეც რომ ჯაბა რო ცუდად გახდა, ჯაბა უცებ უნდა გადაეყვანათ საავადმყოფოში. ეს არ მოხდა. ჯაბა ცუდად მთელი ღამე ციხეზე გაატარებინეს და შემდეგ უკვე დილით გადაუყვანიათ. მე რამდენადაც უკვე ეს ექიმმა მითხრა. ექიმმა მითხრა რომ დრო დაიკარგა. პატარა ოთახის ბოლოს ერთი კარა დადგას, სადაც ჯაბას ნივთებს დედა საგულდაგულოდ ინახავს. სახლი ნაქირავებია $200. პაციენტის მკურნალობის ხარჯები იმდენად მაღალია, რომ ზოგჯერ თვეში $3000 აღემატება. ამ ფონს კიდევ უფრო ამძიმებს პარადოქსული მდგომარეობა, რომელიც ჯაბა ბოჯგუას პატიმრობის თემას ეხება. დადიან პრობაციიდან, რაც ჯაბა წერს, ეს მე 9 წელი მოდიან ყოველ 3 თვეში ერთხელ მაწერინებენ ხელს. მინდა ჩვენს პრეზიდენტს მივმართო შეწყალებაზე, რომ შეიწყალოს ჩემი შვილი. დრო ამ პატარა ოთახში ყველაზე მეტად ფასობს. დედამ ზუსტად იცის, ღამის განმავლობაში რა დროს უნდა გაიღვიძოს, რომ შვილს ლოგინში გადაბრუნებაში დაეხმაროს. ზუსტად იცის, წყალი და მედიკამენტები როდის დაალევინოს, როდის აჭამოს. ყველაფერ ამას უკვე მექანიკურადაც აკეთებს. დედას შვილზე განსაკუთრებული ზრუნვა დრომ უკეთა სწავლა. დედა ამბობს, რომ მისი შვილი გრძნობს ყველაფერს, სინათლის შუქს, ალერს, სტუმრების მოსვლას. ამ შეგრძნებებს დედა მხოლოდ შვილის თვალებში ხედავს. თვალები კი უკვე 9 წელია ჭერის მხოლოდ ერთ წერტილს უყურებს. როგორ ფიქრობთ, აი რომ გამოჯანმრთელდება პირველი რას კეთვით? გოგო მანანას დაძახება იცოდა ჩემზე. ჯაბა ბოჯგუა ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი წარმატებული წევრია. მისი რამდენიმე სიმღერა საზღვაო კურორტების ჰიტადაც კი იქცა. განსხვავებული ხმის ტემბრით, ორიგინალური იმიჯით, მსმენელის ყურადღება მალევე მიიპყრო და რამდენიმე მუსიკალური ალბომის ჩაწერა. მისი ერთ-ერთი ბოლო ალბომის სახელად 13-ია. ამ რიცხვის ბოჯგუებს ყველაზე მეტად სჯერათ. მე მგონი ცოტა უსამართლოდ მომექცა უფალი, მაგრამ იმეც არ კარგავ. მე მგონი ერთ მშვენი ერთ დღეს თან კიდე 13 რიცხვი იქნება ის რიცხვი, როცა მე გავიხარებ და ჯაბა შემომხედავს. აი ასე მჯერა და არ ვიცი რატო. აფიშა ერთ დროს მსმენელს ჯაბა ბოჯგუას სოლო კონცერტზე ეპატიჟებოდა. კონცერტი მაშინ 20 საათზე იწყებოდა. ამ აფიშაზე უგონოდ მყოფი მუსიკოსის დასახმარებლად კი მომღერლები გაერთიანდნენ. აფიშებზე დრო ყველაფერი შეცვალა.
დრომ, რომელსაც ეს საათი ოთახის კუთხეში მუდმივად ითვლის. დრო, რომელიც კალენდარს წლების მიხედვით უკვე 9 წელია ცვლის. და ამ დროის ყველაზე მეტად დედა სჯერა, რომ ჯაბა მალე გამოჯამრთელდება. ძალიან რთული მდგომარეობაა და მე მინდა მიქონიო იმედი, რომ ის ადამიანები, რომლებიც გაერთიანდნენ ჯაბას დასახმარებლად, მათი შრომა შედეგს გამოიღებს და უბრალოდ სურვილი მინდა მქონდეს ასეთი, რომ ჩემი სურვილი რეალობად იქცეს. სოფო მთიულიშვილს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ესეთი კარგი სიუჟეტისთვის, რომელმაც კიდე ერთხელ გაახსენა საზოგადოებას, როგორ წვალობს ეს ხელოვანი და როგორ ჭირდება მას ჩვენი დახმარება. როგორც ჩვენ თქვი, კონცერტი იგეგმება, გაერთიანდებიან ქართული ესტრადის ვარსკვლავები და ერთ-ერთი ასეთ შოუ ბიზნესის წარმომადგენელი მინდა სტუდიაში დავპატიჟო, მაიკო კაჭკაჭიშვილი, თუ შეიძლება მოგბრძანდით. ის გახლავთ ორი შვილის დედა, კომპოზიტორი, არაერთი ჰიტის ავტორი და რაც თავარია დღეს ჩვენი სტუმარი, ცოტა დამძიმდით ჩვენ სიუჟეტის ნახვის შემდეგ და იმედია შენ ეხლა ამ ყველაფერს უფრო პოზიტიურად დაგანახები და გვეტყვი რომ ადამიანებს გქონდეს იმედი რომ ჯაბა გამოჯამრთელდება. უნდა გქონდეს იმედი, რა თქმა უნდა. მე ვერ ვიტყვი იმას, რომ ამ კონცერტით შეგროვებული თანხა ჯაბას ეგრევე თვალს გაახელინებს, მაგრამ ჩვენ ვეცდებით ყველანაირად, რომ ოჯახს მაინც შევუმსუბუქოთ აი ესეთი საშინელი მდგომარეობა. შენ თავად ნანახი ყავს ჯაბა, როდის ნახე ბოლოს? მე ჯაბას ვიცნობდი, მეგობრები არ ყოფილვართ, მაგრამ ბევრჯერ მქონია ჯაბასთან ურთიერთობა, ისეთი შემოქმედებითი და იმის მერე აღარ მინახავს. 14 ივნისს არის დაგეგმილი კონცერტი და როგორ უნდა გამოხატოს საზოგადოებამ დამოკიდებულება ამ ძალიან ვთხოვ ყველა ადამიანს, პირველად ვთხოვ უმორჩილესად. ზეგ 14 ივნისს ოტიუმში გაერთიანდა ძალიან ბევრი მომღერალი. სადღაც ალბათ 40-50 დრო არ გვეყოფა. საკმაოდ ხანგრძლივი პროგრამაა. ძალიან დიდი პროგრამა იქნება და ბილეთის ფასი არის სულ რაღაც 30 ლარი ხალხი. ყველა შეუძლია რომ წვლილი შეიტანოს აი სიკეთეში და აი ამ ქალის რომელიც უკვე გული ანუ დიახ ვუყურებდი და ძალიან ცუდად გავხდი ერთ სიტყვით. ოდნავ ამოსუნთქვაში აი ესე რომ ვთქვათ რა. ნუ ერთი ის იმას ვიტოვებ იმედად რომ ის 40 მომღერალი ჩამოთვლას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ გამოგრჩება შეერთები და რაღაცა კონკრეტულს და კარგს იზამთ ჯაბასთვის, რომელიც 9 წელია ერთ წერტილს უყურებს ჭერში. ანუ ბევრი კომენტარი გქონდა ისეთ რომ აქამდე სად იყავით, მაგრამ აქამდეც კეთდებოდა კონცერტი. მე როგორც ვიცი, პირველი შემთხვევა არ არის, ხო რაღაც ღონისძიებებით როცა მე როცა მოახერხე შევეხმიანე ყველას და რა თქმა უნდა ყველა დამთანხმდა. ეხლა ვაკეთებთ, ანუ ამაში ცუდს ვერ ვხედავ ვერაფერზე. ბევრმა დაინახა. ყოველთვის სიკეთე უნდა ვაკეთოთ და ყოველთვის იტყვიან ცუდს, განსაკუთრებით სოციალურ სივრცეში, მაგრამ მე იმედს ვიტოვებ და გისურვებთ თქვენ, რომ ბევრი მიმბაძველი გამოგიჩნდეთ ჯაბას დასახმარებლად და ზოგადად ადამიანების დასახმარებლად, რომელსაც ყველაზე მეტად ჭირდება გვერდში. აი იმ კომენტარებს ვინც წერს, მინდა მივმართო, რომ იქნებ შეიძინოს 30 ლარით ბილეთი და მოვიდნენ ჩვენთან. ერთხელ მაინც გააკეთა სიკეთე და როგორც ხვდები, შეგროვდება თანხა, თუმცა ეს არ იქნება ერთჯერადი, თქვენ ალბათ მომავალშიც გააგრძელებთ. გვინდა სხვათა შორის რომ გამოვეს სურვილი რომ ჩვენც დავეხმარებით და ანუ მომღერლებს ალბათ 14-ში დაველაპარაკები ამ თემაზე, რა თქმა უნდა ალბათ და ქუთაისშიც წავალთ რომ აი ახლა ძალიან ბევრ სახელ და გვარს ვკითხულობ აფიშაზე და მაიკო კაჭკაჭიშვილი, თიკა ჯამბურია, ნინო ჩხეიძე, ნინი ბადურაშვილი, ნათია დუმბაძე და თუნამგელაძე, თამრიკო ჭოხონელი და ძალიან ბევრი მომღერალია, აი არ ვიცი. მეტრეველი, ნუცა ვერიკო ტურაშვილი, გიგი ადამაშვილი, ნუცა ბუზავაძე, ბევრია ძალიან. წარმატებებს გისურვებთ. თქვენ დიდი მადლობა ამ მომღერლებს, რომელსაც გამოთქვეს სურვილი რომ მიიღონ მონაწილეობა და ახლა მე მგონი კომერციული წრის დროა.